სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. ყველა სახალხში გულითადი სალამი, პატივისცემა და სიყვარული. დღეს მეგობრებო, თქვენ მიერ ნანატრი ვიდეოთი თქვენ წინაშე ვარ. ჩვენს ფერმაში ახალი შვილი შემოგვიერთდა. ძმაო, საოცარია თუ საოცარი, ლეგენდა თუ ლეგენდა. ნამდვილად უმაღლესი კლასის ზაღლია, მართლა შესანიშნავი შვილია. იცით, ბოლო ვიდეოში ვთქვი, რომ Pitbull ALS TV არხზე ატვირთულ ვიდეოში ახალი შვილი მოდის. გინდათ კენკორსოს ვიდეო? ყველა მოითხოვა, კანეკორსო მოვიყვანე. მაშინ ვთქვი, რომ აქ რო არის, ვიდეოც გადავიღო. რა თქმა უნდა, 4-5 საათია, რაც მოვიდა, თქვი, ცხოველი გზიდან მოვიდა, სტამბოლიდან 5-6 საათიანი გზიდან, ცოტა დაისვენოს, ეს სიცხეები გადაიაროს და საღამოსკენ ვიდეო გადავუო მეთქი. ხოლო ძაღლი, მეგობრებო, მე ძაღლი, ესე ვთქვათ, ვიდეოში და ფოტოზე ვნახე. ასე ძალიან დიდი ძაღლი არ მომეჩვენა, ლეკვივითი ხო, ანუ, ხო, როცა ვიდეოში ვნახე. მოვიდა ძაღლი კართან და თითქმის ჩვენი ჰექტორის ზომის იყო. ფიცუდებ, ნახავთ ეხლავე, თითქმის ჩვენი ჰექტორის ზომისა და ეს ძაღლი ჯერ მხოლოდ 9 თვისაა. ნახე, 9 თვისა. სანთლისო იქნება წარმოიდგენთ, როცა ნახავთ. მართლა თავის ასაკთან შედარებით შესანიშნავი ძაღლია. კარგი, ახალგაზრდებო, დამშვიდით რა, თხოვთ, ნატაშა. ნატაშა ისე ფაისას მიეჭა. ვერ იტანს ფაისას, უნდა დაედევნოს. შექიმს ახალი საქმე გამოუჩნდა შექიმს, მოეწონა ის კენკორსო. ეხად მოყვანილი ბიჭია, კენკორსო ბლუ. მართლა შესანიშნავი შვილია, მეგობრებო. ის ძაღლი კართან მოვიდა. კარგი? ნატაშა გთხოვ. მიდი. არ შეეხო ფაისას, მიდი. ხედავ ხო? ვირის მტერი გამაგიჟებს ეს. წადი გოგო, გაუშვი. გაუშვის. ნატაშა დაიკარგე. სრამფად. გაუშვი. ფაისალ, ეს კბილებში დაიჭირე შვილო. კარგად ასწი, ესო ჭკუა ისწავლოს. კარგი, ეხა ცოტა დამშვიდა. გოგო, ჭკვიანად იყავი, ნახე. არ შეეხო ფაისალს. ამად გამო ვიდეოში არ ჩანს ეს ცხოველი, მეგობრებო. გაიგეთ? ეს ხმიან თავს. ის და ესკობარი, ორივე ეს ხმიან თავს. რას ვამბობდი? ძაღლი კართან მოვიდა. ძმაო, ისეთი თავდაჯერებული ძაღლია. როცა ჩვენები დაესხნენ, ყველას ერთად დაუპირისპირდა. ყველას უპირისპირდება, შიში არ აქვს. ძალიან თავდაჯერებულია. მაშალა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 9 თვის ლეკვია, მისი თავდაჯერებულობა ძალიან მომეწონა. არავის არ ერიდებოდა. ჩვენი ჰექტორის მსგავსად ძალიან თავდაჯერებული ძაღლია. საერთოდ კანეკორსოები თავდაჯერებული და მკაცრი ძაღლები არიან, დაცვითი, დარაჯი ძაღლები არიან. ესენი მართლა ძალიან ძლიერი და დიდი ცხოველები არიან. და ეხლა ხანს რომ მოვიყვანე, მართლა საოცარი ძაღლია. ეხლა ის უკანა გალიაში ჩავაყენე. კარგი? მაშინო იქ შევინახე. ძაღლი რომ მოვიყვანე, არც სხვა ძაღლებთან გამიცნია, არ შევადარე ვინმეს. საერთოდ არაფერი გამიკეთებია. აუ ვიდეოში ხა ყველაფერს გავაკეთებთ. ხო ასია სუსუ. წავიყვანთ მას ძმაო. მოდით ბაქში მთლიანად გავივლით. მოდი მისი თავდაჯერებულობა შევამოწმოთ. მომავალში. გონია ჩვენი ეზოსთვის კარგი ლიდერობის კანდიდატი იქნება, იცოდეთ ეს. ჯერ თქვენ დაგირეკავთ. თქვენც ნუ გამიტეხთ გულს. გთხოვთ, მხარდაჭერისთვის მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და კომენტარიც დაწერეთ, ძალიან გამიხარდება. და იცით, ყველაზე მეტ კომენტარს ვინც წერს, მათაც ვაზიარებ. ამჟამად ეკრანზე 3 ადამიანს ხედავთ. ყველას ვინც კომენტარს წერს, დიდ მადლობას გიხდით. მადლობა, ჯანმრთელად იყავით. შემდეგ ვიდეოშიც ყველაზე მეტ კომენტარს ვინც წერს, მათ გავაზიარებ, მეგობრებო, იცოდეთ ეს. გთხოვთ, არ გამაწმილოთ. ამ ვიდეოს ერთი მოწონება დააჭირეთ, გთხოვთ. მოდით ისევ ავიღოთ ჩვენი საბელი, მეგობრებო, კარგი? ნატაშა, ჭკვიანად იყავი, გოგო. ფაისალ, რას აკეთებ, შვილო? ნაგვის უნდა წაგივია. ეხლა იმას ორ საბელზე გავასეირნებ, ძმაო. გაიცი რა ხდება? წინადრეს ხო ვიცით? ჰექტორ ბაბამ ერთი კამარი გაგლიჯა. ხო ასეა? მაშინაც ვქვი, მეც მადლობა, ბაზარში არ ვიყავით მეთქი. წარმოიდგინე. ბაზარში რო ძაღლი შეხვედროდა და იმ კამარზე დაგვედო იმედი უცებ გაგლეჯდა. ანუ ისეთ მტკიცედ გამოიყურებოდა ის საყელური. მაგრამ აი ხდება ხოლმე. ესეთი დიდი და მასიური ძაღლები. ორი კამრით უნდა ვასეირნო, რა იცი რა ხდება. ერთი ციკარი ეხლა. მოდი შვილთან ახლოს მივიდეთ, ვახოთ. ქალწუნებული ვარ, ყველას ძალიან მოგეწონებათ. ზად ვართ, მეგობრებო. მოდი ჩვენი ლომი გაიცანით. გამოიყვანე ჩვენი ლომი. კოჩაღ ბიჭო. სად არის ჩემი ლომი, ბიჭი? ანატოლიის ნამდვილი შვილი. იტალიის ნამდვილი შვილი. იტალიელი მარდალი. მაშალა ჩემს ბიჭს. მაშალა ჩემს სიმპათიურ ბიჭს. შეხედე რა ქარიზმა აქვს რომ კაც. ალლა. ჩვენი ახალი იტალიელი მარდალი. გილოცავთ, მეგობრებო. ეს მართლაც შესანიშნავი ძაღლია. ეხა გალii და შეიძლება თავი ძალიან არ გამოავრინოს. გარეთ რო გამოვიყონ, უკეთესად დაინახავთ. ნახე, ხედავ? ნახე? ჩემი ლომი ხარ. ყოჩაღ ჩემოშვილო. ყოჩაღ ჩემოლომო. მაშალა, რა სიმპათიურია. ჯერ მხოლოდ 9 თვისაა, მაგრამ ნამდვილი გიგანტია, მაშალა.
ჯერ მხოლოდ 9 თვისა, 9. არ იფიქროთ რომ ხუმრობ. ხედავ ამ თავსაც და ამ ფიზიკასაც. მაშალა, ჩემოშვილო. მაშალა, ჩემოლომო. ეხლა მოდი ჩვენი შვილი გავიყვანოთ გალიიდან, მეგობრებო. ეს გალია ბინძურია. პირდაპირ როგორც მოვიდა, ისე ჩავაგდე აქ. ჩვეულებრივ, აქ არ დარჩება. ამას სხვა წინა გალიებში გადავიყვანთ. კარგი? უთხარი, აქ უსაფრთხოა. არავისთან პრობლემა არ შეექმნას. ეხლა ცოტა მეშინია, მაგრამ როგორ მოვიქცეთ? ძმაო, ეხლა ეს სხვებზე დომინირებასაც ცდილობს, მეგობრებო. ღმერთ მაქინას ჩვენები არ დაესხან თავს. ღმერთ მაქინას არ დაესხან თავს. ჩემო ბიჭო, შენ დაიცვნარებ თავს. დაცვნარდები, ბაშა. არის, მოდი ამასთან შევიდე, მოიცადე. ეხლა ადამიანებთან კარგადაა. ადამიანებთან პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ჰეი, ერთი წუთით, ვიქტორია, არ შეხვიდე. ვიქტორია, არ შეხვიდე, შვილო, არ შეხვიდე, ერთი წუთით. ძალიან ძლიერია, ძმაო. საბელი ვერ მოვაწესრიგე. ბისმილლაჰირ-რაჰმან. არ დააწვე გას. გონიურულად მოიქეცი, კაბლან. დაიცადე, შვილო, ცოტა მოიწვია. არ ჩაერიოთ, ნახოთ. ეხლა ძაღლიც ეხლა ხან ვიკიდეთ, დიდი ძაღლია. ხასიათს არ ვიცით რას გააკეთებს. გაიგეთ? შეიძლება მოულოდნელად და დაგვესხას თავს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო. ყოჩახ ჩემშვილს. ვიქტორია, ძალიან ახლოს ნუ მიხო. ხედავ ძმაო, რა შთამბეჭდავი იერი აქვს ამბიც. მაშალა ჩემშვილს. ამ ჩვენ შვილს ქვია ჰიუგო. სტამბოლიდან ილმაზმა გამოგვიგზავნა, მასაც აქედან სალამი, სარიერდან ილმაზი. ისიც ცხენის ფერმაში თუ არ ვცდებით, უთნას ატარებდა. დაგვიკავშირდა და გვითხრა, ესეთი ბავშვი ყავსო? ბავშვი ნახე, ძალიან მომეწონა. ძალიან მომეწონა. როგორც კი დავინახე, ეგრევე გამომიგზავნეთ მეთქი. ვისაუბრეთ. მეორე დღეს შინაური ცხოვრების გადამყარი სამსახური გამოვიძახე. ნახე, შინაური ცხოვრების გადამყარ სამსახურს დაურეკე. მანისიდან გამოემგზავრა. წავიდა სტამბოლში. სტამბოლიდან აიო. ჩანაქალეში მიიტანა. ამ ძაღლი რო დავინახე. შეყვარებული გავხდი ძმაო. მაშალა. ძალიან ლამაზი ძაღლია. მოიცადე. ცოტა ნერვიულიც ვარ, უნებლიეთ. არავისთან იჩხუბოს. ეხლა როცა დიდ ძაღლს იღებ, ესეთი სირთულე აქვს. მის ხასიათს ვერ იცნობ. რას გააკეთებს, რას იზამს, ეს უნდა ამოხსნა და ისწავლო. შენ ძაღლს უნდა იცნობდე. ძაღლი შენ უნდა გიცნობდეს. აიგე? ვაი თუ რამე მოხდეს, ძმაო, ძალიან კარგია, ხო? მაშალა, ძალიან ძლიერები არიან, მეგობრებო. გითხრათ რამე. მაგრამ მართლა მეკაჩება, მართლა მეკაჩება, ძმაო. შესანიშნავი ძაღლია. მოდი. მაგრამ სახელი არ მომწონს. სახელი ჰიუგოა. თუ მკითხავ, რატო არ მომწონს, ეხლა მე. როცა ასევე ძახი, მინდა ხმა ბოხი და ძლიერი იყოს, გაიგე? კაცის სახელი იყოს. ჰიუგო ცოტა უფრო საყვარელ სახელად მომეჩვენა. მე ვიფიქრე, რა გავაკეთო, დავფიქრდი. კარგი? ისედაც სახეს შეცვლის გეგმას ვაწყობ. თავიდანვე თქვენგან სახელის შემოთავაზებას ველოდები, ძმაო. ამ ლომს მოუხდება. მოიფიქრეთ, ჩემთვის ბრწყინვალე, ლამაზი, მკაცრი სახელი და კომენტარებში დაწერეთ. მაგრამ თუ მკითხავთ, მე რა მაქვს გონებაში? იცით, ანდრე კარლოსი ყოლდა. სამწუხაროდ, ჩემი კარლოსი დათვს რო აღჭობდა, დავკარგე? მისი სახელი ძალიან ლამაზი იყო. ვიფიქრეთ ჩემთვის, სინამდვილეში ამ ძალს კარლოსის სახელი არ მოუხდება მეთქი. რას ფიქრობთ, მეგობრებო? კარლოსი. ჩემს აზრით, ძმაო, ძალიან მაგარი იქნება. ან კარლოსი თქვი, ან ეჯდერი თქვი. მაგრამ ეჯდერი თითქოს ესეთ შავ ძაღლს უფრო მოუხდება. კარლოსი მომეწონა. ფიქრობ ამ ძალს კარლოსი დავარქვა. თუ თქვენ უფრო კარგი სახელი შემოთავაზება გაქვთ, დაწერეთ კომენტარებში, ძმაო. ეს მაქვს გონებაში. მაშალა ჩემს ლომს. მოდი აქ. ჰუგო. თამაშობა უნდა, თამაში. ისედაც ჩვენი ჰუგოა. ცხენის ფერმაშია გაზრდილი, კარგი? ცხენის ფერმაში გაზრდილი ძაღლია. მოდი წავიდეთ ფაისალისთან. ილმაზმა მე მითხრა, რომ ვირს არ დაესხმება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეხა ეგა. იცით, ჰექტორ ბაბა თავს ესხმის. ცადოთ, მოდი. ფაისალ, ახალი ძაღლი მოვიდა, შვილო. გაიცანი, ნახე? ნატაშა, არ შეეხო ცოტა ხანს. არა, ნახე, საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, დაინახე. ჩვენი ფაისალის ხელა, ნახე, ფაისალის ხელა, მაშალა. ხედავ ამ ლომს. ფაისალთან არაფერიო. კარი, ნატაშა, გაჩერდი, შვილო, ნუ ერთში, შვილო, ფაისალს ჭკვიანო. მოდი. არა, ჭკვიანია. ჰექტორი ფსიქოპატი არ არის. ჰექტორი ფაისალს რო ხედავს, სულ შეტევაზე გადადის, ეს კი ჭკვიანია. ცხენის ფერმაში რო გაიზარდა, ცხენივითაც გამხდარა, მაშალა. ჩემი ლომი ხარ. როგორ ხარ, შვილო? მოდი, ჩაგეხუტო, მოდი. მოდი მასთანაც დავმეგობრდეთ. ჩემი ლომი ხარ. მაშალა, რა კარგი ხარ. რას ფიქრობთ? მომავალში ბავის ლიდერი შეიძლება გახდეს? ჰადეს მამა უკვე ბერდება
ტოსუნის ჯგუფში ჰექტორ მამა. მაზლუ მამაც ბერდება. ეხა ახალგაზრდა მამაკაცების კატეგორიას უყურებ. ბაბუ ამაზე ერთი თვიდიდია, რა თქმა უნდა დობერმას და კენეკორსოს ვერ შეადარებ, კენეკორსო უფრო ძლიერი ძაღლია. კარგი, მოდი ბაბუას გაგაცნობ, ნახოთ მას. მოდი ჩემო ასლანო. მოდი ფაშა, მოდი ფაშა, მოდი ფაშა. ესკობარი გაგიჟდა. ესკობარ დამშვიდი შვილო. დამშვიდი ფაშა. იყავით შვიდად. იყავით შვიდად ბიჭებო. ესკობარი რო გარეთ იყოს, ყველაფერი დაინგრეოდა ამ დროს. ახლა ისევ გაგიჟდა. ყვირის. მოდი რიგრიგობი ძმაო. ცადოთ ძაღლებს შევაჩვიოთ. ჩვენ ქალბატონ ასიასთან მივიდეთ. ასია. მოდი ლამაზო. ასია და მაშორის სიმაღლის ხვაობას ხედავთ. ჩემ მხოლოდ 9 თვისაა. ნახე. სიმაღლის ხვაობას ხედავთ. მოდი შვილო. მოდი ასე გვერდიგვერდ დადგით რომ დაგინახოთ. მოდი ფაშა. ხედავ? თითქმის ერთ-ერთია. ასია და მიწაც ოდნავ დახრილია. ასია შენ ცოტა მაღლად გახარ, ნახე? ნახე ასია. მისი სიმაღლე დაახლოებით 87 სანტიმეტრი უნდა იყოს. კარგი? ანატოლიური ნაგაზია. ალბათ ეს არის. სამწლამდე რომ მივა, ეს ზაღლი 100 სანტიმეტრს გადააჭარბებს, მაშალა. ჩემი ასლანი, თქვენს ვქით მაშალა. თვალი არ ეცეს ჩვენს ასლანს. მართლა. ხარისხია ძმა, მაშალა. მოდი შვილო. მოდი შვილო. მოდი ასლანო. ასია, მოგეწონა ის. ასია, როგორ უტყანს ფეხით? ხო. ასია საკუთარ თავს. ახალი მეგობარი იპოვა. ახალი ბანდის პირველი ნაბიჯები. ეს ვაიტი მოეწონათ, ხო? კარგი, ამათ ჰარმონია იპოვეს. ყველაზე ახლო მეგობარი იპოვა ძმაო. თანაც მაგრად ჩაჯდა ეგ. ჩვენი ჰიუგო. თქვათ გვერდით მაგარი კაცი იპოვა. მოდი. ასია. მოდი მედუზასთან შევიდეთ. მედუზა თავს ესხმის, შემოსვლას აპირებს. კარგი. მედუზა ცოტა გიჟი გოგოა, ხო იცით? მასთან წინასწარ ვერაფერს სიტყვი. არა, ამაზე კარგად მოერგო, მადლობა ღმერთს. მოდი ნახე. წავიდეთ კომურისთან. მოდი შვილო, მოდი შვილო, მოდი შვილო. კომური გაგიჟდა. ხედავ კომურს. პირდაპირ შეტევაზე გადავიდა. კომურ ბიჭო. შემოლომო. ფაშაც მოდის, მოდი. კომური პირდაპირ შეტევაზე გადადის, მაო. კომური პირდაპირ შეტევაზე გადადის. გადაწყვიტე. კარგი. არ გამოდიოდე. კომურო. ქვანარჩირი ბიჭო, რას აკეთებს ეს? ქვანავში. ქვანახში რას აკეთებს ბიჭო? საერთოდ ქვანახშირი სოციალიზაციისკენ მიდრეკილი ძაღლი, ანუ. ნახე, აი ხა ცოტა უფრო მოეშვა იმ თავის აურზაურს. ჭკვიანია. მოდი ასლანო, წავიდეთ ნახოთ გალიები. ეხა კარგი ზვირფასო დამშვიდი. დამშვიდი შვილო, დამშვიდი. დაიცადე, მოდი აქ, მოდი აქ. მოდი აქ, მოდი. ის ყველასკენ მიდის. ვა, ხედავ? კარგი დამშვიდი. ღმერთო ჩემო. მაშალა თქვენ, მაშალა. კარგი, 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 დამშვიდი. დამშვიდი. მოდი აქ. დამშვიდით ბიჭებო, დამშვიდით. ალექსი ძალიან აგრესია. კომურ. კარგი, კარგი, კარგი. სკაი ბაბა, ნელა შვილო, ნელა. ნელა. ჩვენი ალექსიც კაცების დამტრეველი გახდა. გიჟია, ესეც კაცებს ესხმის თავს ბიჭო. ხედავ, ხო? ძმაო, თვითდაჯერებულობა სუპერია რა. დაიცადე, დაიცადე, ასილია აი კაცო. შვილო, ის იმ ძაღლსაც კი ესხმის თავს, რომელიც არ ესხმის. ნელა, ასლანო, ნელა. გითხრათ რამე. ამით, კეფიცებით.
ჩვენ თავს უბედურება დაგვაწყდება. მოდი, კარგი. თაღლები გაგიჟდნეთ. ოჰო. ეხლა მის მთავარ მეტოქესთან მივედით. ჰექტორ ბაბასთან. დავიჭირე. ალა კარგი, ალა არ მოხვიდე. ალა არ მოხვიდე. მოვედით შენს მთავარ მეტოქესთან, შვილო. არ გადაშა. მეგობრებო, ეს ჰექტორზე მაღალია. გითხრათ რამე? ეს ზაღლი ჰექტორზე მაღალია. დავშვიდი. არა ზმაო, ხო. ნელა ბიჭო. კარგი ბიჭო, ჰექტორ, მერც. ცეცხლები არიან, ცეცხლები. მოდი წყალი დალი, მოდი. მოდი ფაშა. მოდი შულო, მოდი, გაგრილდი. რას ვამბობდი? ეს ჰექტორზე მაღალია. ასე ჩანს ჰექტორზე მაღალია. ფორმიტაც რო შეხედო ჰექტორს ტოლია, მაგრამ ცრათ ვიზაღლია. ჰექტორის ასაკამდე რომ მივა კიდევ უფრო დიდი იქნება, მაშალა იაფს. თავითაც ისე ჩანს, თითქოს ერთნაირები არიან, მაგრამ თუ გინდათ, ორივეს გარეთ შევადარებ. ჰექტორი და ახლად მოყვანილი ჰუგო. გაიგეთ? უნდა ვცადოთ, ნახოთ რომელი უფრო დიდია, ნახავთ. როცა ვიდეოში ან ფოტოზე ვნახე, პატარა ჩანდა, ანუ მაქსიმუმ როგორ გითხრათ, შეგიძლიათ იფიქროთ, ხო გესმით? ჩვენი 100-ზე ოდნავ დიდი ჩანდა. რეალურად, ახლოსაც კი არ არის მსგავსი. რეალურად, აშალა, გიგანტური ზაღლია. შემოლომო, ძალიან დაგცხა, შედი წყალში, აბა. ყოჩა, ფაშა და კიდე მაშინვე. მეჩვია, ალჰამდულილლა, ხედავ? ნახე. მაშინვე მიმიღო, ალჰამდულილლა. ნახე, საერთოდ არ მქონია პრობლემა. ზმაო, თვითდაჯერებულობა სუპერია ამ ზაღში. მისი თვითდაჯერებულობა ძალიან მომეწონა, ზმაო. მართლა ძალიან მომეწონა. მოდი ახლა ბეტისთანაც მივიდეთ, ნახოთ. ქალი და კაცი არ აქვს მნიშვნელობა. ვინც არ უნდა იყოს, ყველას ეცემა. ხედავ. ქალსა და კაცს შორის განსხვავება არ აქვს. ნახე. გაჩერდი. კარგი, მოდი. დედალსაც არ აქვს. ნახე. მოდი შვილო, მოდი. მოდი ფაშა. კარგი. ჰექტორი მავთულებს კმენს ზმაო. ჰექტორ ფაშა, დამშვიდი ძმაო. მოდი. კარგი ფაშა, კარგი. მოდი შვილო, მოდი. რამდენი იყვირეთ, მეც გეფიცებით, თავი ამტკივეთ. მოდით მეგობრებო, ავიდეთ ზევით, ქათმებთანაც შევიყვანოთ, ნახოთ. შეულება ახალ მოსულ ზაღლს ქათმებთან უნდა გავაცო. მოდი ჰიუგო. ზაღლები გაგიჟდნენ, ძმაო. მოდი ნახოთ, ბიჭო. იხვებს რამეს დაუშავებს. მოდი ცადოთ, ნახოთ. არა, როგორ ჩანს არაფერს დაუშავებს, ნახე. მოდი ფაშა. აბიჩს კარლოსი მინდა დაუძახო, მეგობრებო. კარლოსი მართლა მოუხდა, ჩემი აზრით. მოდი ნახე. ასე შეიძლება გააკეთოს, არ იცი ძმა, ამას ვერ გამოიცვო. ჩემს ტრედებს შეხედე, ჩემო ლომებო, ირბინეთ, მოდით, აიდა. მოდი. ხო, ზოგადად მისი რეაქცია კარგია, ხო? ზოგადად მისი რეაქცია კარგია. არავის არ მიეჭრა. მაშალა, ჩემი ლომები არიან, ხოჩახ თქვენ. ნახე, ანადოლუს ნამდვილი შვილია, მიდი შვილო გააკეთე ტაკლა. მოდი შვილო. მოდი ჩემო ლომო, მოდი იმიხვებთანაც მივიდეთ, მეგობრებო. ყველა ერთად ვსადოთ რომ დავწმუნდეთ. მოდი მის ჯველ პატრონს კითხო. გონია რომ ამას არ გააკეთებს, თქვენ რას ფიქრობთ? ის არ ჩანს რომ დაგვესმისთავს, მაგრამ თუ დაგვესხა, შეტევაზე გადავაშვილო, ეხლა ესე გატარებ. კარგი? შენ ცხენი ვითხარ, მაშალა. დე შვილო, დე. აიდი ლომო. იტალიელი, ბედაური იტალიელი, მაშალა, მოდი ჩემო შვილო. აიდი, მოდი გავიდეთ გარეთ, მოდი. გაჩერდი, არ გაერიო არავის. არ გაერიო შვილო, არავის, მოდი. ჩემი აზრით ეს ჰექტორზე მაღალია, მეგობრებო, ასე ჩანს მართლა. მაშალა. სალამაზი ბიჭია. მომდევჯერ, როგორც ვთქვით, კომენტარებში დაწერეთ. ამ ვიდეოს ერთი ლაიქი დააჭირეთ. მოდი ძმაო, 5000 მოწონება. ჰექტორ ბაბას გარეთ გამოვიყვან, კარგი? ჰექტორს ამას გარეთ გავაცნობ.
მაინტერესებს. შემდეგ, რა თქმა უნდა, თოსუნის ბანდასაც მოვარიგზე. თოსუნი სინამდვილეში ჰექტორთან რო შეეწყოს, იცი რა იქნებოდა? ჰექტორს და თოსუნს ერთად ბანდად აქცევ. ეზოში მაშინ ვეგარავინ გაუწევს წინააღმდეგობას, ნახე? ორივე ერთად რო იყოს. გაიგე? მაგრამ ჰექტორი უკვე თავარი მტერი გახდა. კარგი ახალგაზრდებო, დამშვიდით. ფალიზე ჩამოკიდება შეიძლება, მოდი ცადო. მოდი ბიჭო. იარე. იარე. მიდი. მიდი ბიჭო. მიდი ბიჭო. მიდი ბიჭო. იარე. იარე. არა, ცოტას მაიჭამს ეხა. ბაბუა. გონივრული იყავი, კარგი? ახალგაზრდებო, დამშვიდით. დამშვიდი. მოდი ჰუგო გადავიყვანოთ 7 ადგილას, ვაო. ძაღლები გაგიჟდნენ. ამ ვიდეოში თავი ამტკივდა გეფიცები. დაიცადეთ, ბიჭებო, დაიცადეთ. კარგი. მოდი ფაშა. ხოჩახ, ჩემო ვაჟკაცო, რა სიმპათიური შვილი მყავს. მართლა ძმაო, ხასიათით ეს ძაღლი ძალიან მომეწონა. ჩვეულებრივ როცა 9 თვის ძაღლს უყურებ, ლეკვია. ლეკვი. ლეკვი რას ნიშნავს? ანუ ეს ნიშნავს, რომ თავდაჯერებულობა, პიროვნება, ხასიათი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვს. ვიქტორია ძალიან ხშირად ერევი, შვილო, შეხედე. არ ჩაერიო, მეშინია რომ გიგმეს. მაგრამ ზოგადად ხასიათი შესანიშნავია. ნახე, მაგარი თავდაჯერებული, სუსტად ისეთი ძაღლის სტილია, როგორც მე მიყვარს. ძაღლი უნდა იყოს თავდაჯერებული, ძმაო, არაფერს უნდა ეშინოდეს. ლიდერული უნარები მაქსიმუმზე უნდა კონდეს, უნდა თქვას, მე ამ ადგილის ლომი ვარო, ლომივით. არ უნდა დაემორჩილოს. გაიგე? ამ ხრივ ძალიან მომეწონა. მის ხარისზე სათქმელი არაფერია. ხარისხის ხრივად შესანიშნავი ძაღლია. შენ სპერმას წარმატება და ბედნიერება მოუტანოს. იშალა. ჯამთველად და ბედნიერად გაატარებს აქ ცხოვრებას. მეც მაქსიმალურად კარგად მოუვli მას. ლამაზი გალიაცა. სინამდვილეში შეიძლება იქაც დავაკენო, ან იქ ვცადოთ. ჩვენი ჰექტორების იმ გალიებში. მაინტერესებს გადახტება თუ არა. ეხლა დიდი ძაღლია. პატრონს ყოფილ პატრონს გითხრე. მითხრა არ გადახტებაო. არ უნდა გადახტეს. თუ არ გამოვიდა, იქ გადავიყვან, ან პირდაპირ უკან დავტოვებ. შესაბამისად, მისთვის გზას და წესს შევარჩევთ. უბრალოდ მაინტერესებს, ხვალ ძაღლებს ყველას ერთად დავკეტავ. კარგი? ამას ეზოში გაუშვებ და უყუროთ, მეგობრებო. რა სიტყვით? ამას ეზოში სირბილისას უყურო, ძმაო. ხო ასეა? ამისთვის მისი სხეული ისედაც ხუნთიანად ჩანს, მაგრამ მოდი კარგად ვავარჯიშოთ, რომ კარგად გაიზარდოს ჩემი ლომი. თვალების ფერი ძალიან ლამაზია, ნახე, ახლოდან გადაიღე მისი თვალები. ხედავ მისი თვალების ფერს. მაშალა ჩემს ბიჭს რა. კარიზმის ნამდვილი შვილია, იტალიური ბედაური. ჰავა ცხელია და შესცხა, ხო? რა იყოს მისი მეტსახელი? მე ერთი მეტსახელი, ჩვენში შეგედა ძონება შადაღი უცხოელი, ის შავ ძაღლს უნდა ერქოს. შავი ჯალათი. ძალიან მომეწონა ეგ მეტსახელი. ეს ხო ეხა ნაცისფერია, არა? თუ ვიტყვი ნაცისფერი ჯალათი, ძალიან მკაცრად ჯგერს. თუ ისე ვიტყვი შავი ჯალათი, ამე მოხდება, მეგობრებო. რას ფიქრობთ? ჩემს ეზოში ყველა ძაღლს ავიში სახელი და მეტსახელი აქვს. ამასაც კარგი მეტსახელი უნდა მოუძებნოთ. თქვენ გენდობით, ამე კარს მოიფიქრეთ. მოდით გავაკეთოთ, მეგობრებო, დღესაც მინდოდა ჩვენი ახალი ასლანი გაგეცნოთ. ღმერთმაგნას ჩვენ ფერმას სიკეთე მოუტანოს, ღმერთმაგნას. მომავალში ახალ დედრებსაც ჩამოვიყვან, შავებს. დედრი, ნუ ჯიმდედრი. კარგად დავაცგულებ, მეგობრებო. ნელ-ნელა როდზე დავიწყეთ, უკვე კანეკორსოზეც გადავდივართ, მეგობრებო. რა თქმა უნდა, ამას რო ვაკეთებ, ახალი გალიებიც უნდა გავაკეთო. იმიტომ რომ ჩვენს ფერმაში მართლა აღარ დარჩა გალია. ყველგან სავსეა. მათაც ინშალა მომავალში გამოვიყენებ. ყველაზე მეტად ერთი მამრი როტი მინდა. ისიც როგორც ჩანს, მალე მოვა, ერთ მეგობართან უნდა ვილაპარაკო, მისგან ველოდები პასუხს. ზდასული მამრი როტი. კარგი? კიდევ ახალი კანეკორსოს დედრები, თუ ღმერთი ინებებს. ჩემი ლომი ხარ, რას ამბობენ ისინი, ა? არავითარ შემთხვევაში არ გაბრაზდე ლეკვებზე. გაიგე? მათთვის უფროსი ძმა უნდა იყო. უფროსი ძმა. აი ხედავ თვითონ თავს ესხვის. ამიტომ ბოლომდე ვერ ვენდობ იმას. ამის ხასიათი ცოტა უნდა შევისწავლოთ და გავიგო ძმაო. ხასიათს შევისწავლეთ და გავიგებთ. წინასწარ ვერ განსაზღვრო, როგორც ჩანს. ცოტა მკაცრი ძაღლია. ცოტა კი არა, საკმაოდ მკაცრი. როგორც არ უნდა იყოს, ძალიან მიყვარხარ. არ დაგავიცნეთ ვიდეოს მოწონება და არხზე გამოწერა. კარგად მოუარეთ თავს. ნახვამდის. კარგად იყავით, მეგობრებო.